გუშინ სოციალური ქსელი ძალიან ლამაზი იყო, რადგან აბსოლუტურად ყველა მე მგონი ბრიჯიტ ბარდოს ფოტოებს და მის მონაწილეობით გადაღებულ სხვადასხვა ფილმის კადრებს აზიარებდა. პლანეტის ულამაზესი ქალი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბარდოს გამოჩენა წინ უძღოდა 60-იანი წლების რევოლუციას. მან საკუთარი კარიერით, თამამი ნაბიჯობით და განბედაობით ემანსიპაციის პროცესიც კი დააჩქარა. ქალთა გაძლიერების გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი მაგალითი დაგვიტოვა იმის მიუხედავად, რომ 39 წლის ასაკში დაასრულა კინოკარიერა. დღემდე ცალკე გამოყოფენ მის სტილს, ბარდოს დეკოლტეს, ბარდოს ვარცხნილობას, ბარდოს ფეხსაცმელებს და ასე შემდეგ. ბაბეტა ვარცხნილი. ბაბეტა მიდის ომში და აი ჩვენ გვაქვს ერთი ვიდეო, სადაც ბარდოს გავლენას შეეხება, ესეც შეგვიძლია ვნახოთ ახლა პარალელურად, როდესაც აი იმ ფილმებში, სადაც ბარდო საერთოდ არ ჩნდება, მისი სახელი და გვარი რამდენჯერ გაჟღერებულა და როგორი სიმბოლო იყო სხვათა შორის გლობალიზაციის და აი ოკეანის გადაღმა თუ მერლინ მონრო ბრწყინავდა, გადმოღმა ეს ხატი, ბრიჯიტ ბარდოს ხატი იყო ნამდვილად ისეთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი. აი მაყურებელს ესმის ახლა სწორედ აი ეს ყველაფერი რაც ასახავს მის გავლენას. რაც შეეხება კარიერაში მნიშვნელოვან მომენტებს, მისი ცნობილი ფრაზა იყო, რომ არაფერია იმაზე რთული, ვიდრე დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე იყო ლამაზი და მას უწევდა ხშირად სწორედ აი ეს მთელი დღის განმავლობაში ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. პირველივე მნიშვნელოვანი ფილმი ვადიმთან, რომელიც ითამაშა და ღმერთმა შექმნა ქალი, ეს იყო გადატრიალება ძალიან დიდი. ვატიკანმა უხამსობა უწოდა, აიკრძალა ესპანეთში და ამბობდნენ, რომ აი ეს სკანდალი იყო არა ფილმის შინაარსი, არამედ თვითონ ბარდო როგორც იქცეოდა და ის რომ ბრიჯიტ ბარდო არ იყო მსხვერპლი. აქ იყო თავისუფალი ქალი, რომელიც თავისუფლად წარმოაჩენდა საკუთარ სხეულს და მოგვიანებითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანის კინოფესტივალზე მისი ბიკინით გამოჩენა სანაპიროზე, კოდ დაზუღის შვენიერ სანაპიროზე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აფეთქება, რომელმაც ჟურნალისტების ყურადღება დაიმსახურა. მნიშვნელოვან რეჟისორებთანაც აქვს ნათამაშები გოდართან ზიზღში არაჩვეულებრივი სახე შექმნა, თუმცა არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი არ არის. აი ისე დაიწყო და კანი არაფერი საერთოდ ზარი, აი ესე დაიწყო და ისე დასრულდა მისი კარიერა 39 წლის ასაკში, რომ ეს ჯილდოები არ მიუღია და მან უკვე 80-იანი წლების დასაწყისში ცხოველთა დამცველი ძალიან სერიოზული კარიერა დაიწყო, მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. ბავშვობა მიქონია მაგაზე ძალიან დიდი გავლენა, სხვათა შორის რომ ესე ცხოველებს მიუძღვნა მთელი ცხოვრება და საკმაოდ რთული ბავშვობა ქონდა. ახლა შემოქმედებაზე ძალიან კარგად ისაუბრე. ბავშვობაზე ვიტყვი გავახსენებ მაყურებელს ერთ-ორ სიტყვას, იმიტომ რომ მშობლები იყვნენ, რაღაცნაირი მშობლები ყავდა. ძალიან ჯერ კონსერვატორები იყვნენ, ძალიან, მაგრამ კაცრები იყვნენ ზედმეტად. რაღაცა მე 4 წლის მერე რომ დაგაუჩნდა, მე იეჭვიანა ამან რაღაცა და ისე მოექცნენ რომ რაღაცა თავისი სიტყვის თქმის უფლება არ ქონდა და ეს ჩახშობილი ემოციები. სულ რაღაცა შეკრული ისე და შემოჭილი იყო მთელი ბავშვობა. ამან და დამ გატეხეს თურმე რაღაცა ჩინური ვაზა სახლში. ამის გამო მამამ გაროზგა, მე რაღაცა 20 დღე სახლში არ მოსულა და მოკლედ საკმაოდ რთული ბავშვობა ქონდა და სილამაზეც არ იყო თურმე ბავშვობაში, ასე ვთქვათ, ძალიან მისიანი. მხოლოდ სხეული იყო, მაგრამ კბილების პრობლემა ქონდა, იქ თვალების პრობლემა ქონდა და აი 15 წლიდან მის ცხოვრებაში აი ასე რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი და მსოფლიო სილამაზის ქალი მოივლინა. თუმცა რაღაცნაირად ორ ნაწილად იყოფა მისი ცხოვრება. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც კინოკარიერა 39 წლიდან დაასრულა და შემდეგ უკვე აქტივიზმ დაუწმო მთელი ცხოვრება, თუმცა ჩემი აზრით მხოლოდ სილამაზის აღნიშვნა ამ ქალთან მიმართებით არ არის სწორი, ჩემი აზრით უფრო კულტურული ფენომენი იყო. იმიტომ რომ აი უფრო სიმბოლო იყო თავისუფლების, სტერეოტიპების, მსხვერპლის, რაღაცნაირი მეამბოხე, სულის, არ იყო მხოლოდ სილამაზე და აი სტილ ჩვენ ცოტა ისე ვამბობთ, თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ აიკონი იყო, როგორ თქვა, სტილის სიმბოლო იყო, თავისი ვარცხნილობით, თავისი აი დეკოლტით, რაც ვახსენეთ, თავისი ჩაცმის სტილით და ეს არ არის მარტივი და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ხელწამოსაკრავია. ღერო და სხვათა შორის არაჩვეულებრივი და ბევრჯერ იყო ჩარტების ლიდერი, მისი სიმღერები. ჟეტემ ცნობილი სერჟ გინზბურგთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ბირკ
ბირკინთან ერთად იმღერა, ჯეინ ბირკინთან გინზბურგმა, ის მართლა ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ პირველად ეს სიმღერა სწორედ ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად მან შეასრულა და როცა ბონი და კლაიდი ითამაშეს, სწორედ ეს რომანიც მიმდინარეობდა მათ შორის. მე უკვე როცა რაღაცა შეყვარებული წყვილი სიმბოლო გახდა გინზბურგი და ბირკინი, ბარდომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ აი ჩვენო რამდენიმე ისეთი საათი გაგვიტარებია ერთადო მე და სერჟ გინზბურგსო, რომელიც ახლაც გრძელდება და ყოველთვის გაგრძელდებაო და დანარჩენიო ვისთანაც უნდა იმასთან იყოსო. ასე რომ ისეთი იყო ურთიერთობებში ბარდო სხვათა შორის ბევრი ამბავი უკავშირდება მის პირად ცხოვრებას მნიშვნელოვანი. სკანდალებიც იყო საკმაოდ და არ გამოვა რომ თლად არ შევიმჩნიოთ, ბევრი სკანდალი იყო, ახლა აღარ ჩამოვთ. მათ შორის რასისტული განცხადებებიც იყო ბოლოს საკმაოდ აქტუალური, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი თემა ალბათ მის ცხოვრებაში მაინც შულთან ურთიერთობა იყო, იმიტომ რომ მან ღიად განაცხადა, რომ არ სურდა შვილის გაჩენა, უბრალოდ მაშინ კანონმდებლობით არ შეეძლო აბორტის გაკეთება და ეს მისი შვილი სწორედ ამ ყველაფრის შედეგი იყო, რაც ვერც აუდიტორიამ გაიგო და რა თქმა უნდა ყველასთვის გაუგებარი არის. ალბათ ნუ უმრავლესობისთვის მაინც ჩემთვის ყოველშემთხვევაში და არაპატი აუდიტორიამ ეს და შულთან ურთიერთობაც საკმაოდ მძიმე იყო. მძიმე იყო უჩივლა კიდეც 100,000 ფრანკი მიიღო მისმა შვილმა სწორედ აი ამ საქმიდან, რომელიც ეხებოდა ბარდოს წიგნს, სადაც ძალიან ცუდად ყავდა ის მოხსენიებული, თუმცა ბარდოს სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ აღადგინეს ურთიერთობა და ჰქონდათ ისეთი შედარებით დისტანციური, მაგრამ მაინც მათ შორის ეს ურთიერთობები არსებობდა. ნუ ფაქტია ის, რომ ამ ქალმა დაგვიტოვა ჩვენ ინიციალები BB, ბრიჯიტ ბარდო, რომელიც ალბათ კიდევ ხშირად მომავალშიც ახსენებენ და ერთმანეთს ხუმრობით ეტყვიან, რომ შენც ახლა ბრიჯიტ ბარდო არ მყავდე. კი ბატონო. შექმნა მან და განმარტებად იქცა პლანეტის ულამაზესი ქალის და მიხარია, რომ ასე საინტერესოდ მიმოვიხილე. და ფაქტია ისიც, რომ ძალიან გვიყვარს შენი ამბები, მაგრამ ახალი წელი გვიახლოვდება. კი, ჩვენ გადავალთ ახლა ძალიან კარგ ადამიანზე. აი ვინ შემოვა, ის ისე გვიყვარს ყველას, რომ ველოდები დასაწყისიდან. უბრალოდ იმ თემაზე ვიტყვი ერთ რამეს, რაზეც ვფიქრობდი ხა თქვენ რო საუბრობდით რა, განსაკუთრებულ ადამიანებს, აი განსაკუთრებული ხასიათის ნიუანსები აქვს რა და ნუ არ გამოდის სხვანაირად რა. რაღაცეები აქვს. არტისტულად მაინც შეფუთა ლევანმა ბოლოს. ესეა რა.